მოგესალმებით მეორე დღეს მე შეგასწავლით თუ როგორ შევცვალოთ სტარსკრინის ფონი, კომპიუტერის ფერები, lock screen, user-ის account picture. ამისათვის სანამ ვიდეოს დავიწყებ, აქ ერთი თქონა, რომ გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი არხი, ასევე გამოიწერეთ My Video-ზე ჩვენი არხი, მოიწერეთ Facebook გვერდი და შევუძლებთ ჩვენ ვებსაიტზე. ჩვენი ვებსაიტი არის მალე უფრო გავაფართოვებ, შეიძლება ახალ ქოს სისტემაზე გადავიდეთ, სისტემაზე რა დომეინზე ასე რომ ვთქვათ, ან ქვემო დომეინზე, ან ფასენ დომეინზე, ან com, ან net, ამას არა გარკვეული ჯერ რომელში გადავალ, მაგრამ იყავით ჩვენთან. საიტის შინაარსს მოგახსენებთ, რომ იქ იქნება ეს ვიდეოები, რომელსაც მე გადავიღებ. რა თქმა უნდა, lock screen, start screen და user account picture არის Windows 8-ზე, user account picture Windows 7-ზეც არის, მაგრამ მე Windows 8-ზე გასწავლით. ამისათვის საჭიროა ერთი რამ, ანუ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ შეიძლება თქვენთან არ გახსნას, იმიტომ რომ ამას ჭირდება პროგრამა. Windows 8 ჯერობით არ არის ორიგინალი, რომ ყველას უყენია, არც მე მიყენია ორიგინალი, მე უბრალოდ demo მაქვს, როგორც ხედავთ. აი აქ აიკონი ჩემთვის მაქვს დაყენებული, Windows 7-ის ვერსია მაქვს. და უნდა ჩაიწეროთ რაღაც პროგრამა, რომელსაც მე ვიდეოს არ მოვაყოლებ განგებულად, იმიტომ რომ როდესაც ეს პროგრამა გადმოვწერე რაღაც ცოტა ასე რომ ვთქვათ, ცოტა უკინახე რომ მივუდგეთ, ჩალენჯი უნდა და ანუ ჩალენჯი რა შეეხება ახლა მე გამომართო კომპიუტერი, ანუ ამ პროგრამას ასე ახასიათებს კომპიუტერს თავს არ თავს 1-20 წუთი და შემდეგ როდესაც ცალთ ჩვეულებრივად შედის lock screen-ზე, start screen-ზე და ასე შემდეგ. კარგი, მივიტანოთ მაუსის ზედამარჯვენა კუთხეში, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. შემდეგ setting, change PC settings. გამოგიგებთ ესეთ ფანჯარას. შემდეგ lock screen. როგორც ხედავთ, არჩეულია lock screen. აუცილებლად უნდა იყოს personalize-ში შეხვიდეთ. აქ ეყენება რომელიმე ფოტო, მაგალითად ან ეს. მე მაგალითად მომწონს ეს, არც ამას save-ას ჭირდება, არც რაიმე. აქ შეიძლება დაამატოთ მეილი ან ასე შემდეგ, მაგრამ აქ დამატებულია უკვე. აქ არჩევთ თქვენ სასურველ ფოტოს, ან ატვირთოთ. აი picture-ი, ან picture ფანჯარა მაქვს, ფოლდერი მაქვს ახსნილი, აი იქ ფოტოები რაც მაქვს. ან შეგიძლიათ აი არჩევთ desktop-ი, ან camera, ან რაც გინდათ. მაგალითად ახლა ეს ფოტო, ხო? ეს ფოტო. აი როგორც ხედავთ, დაყენდა ასეთი გამოვა, სულ ეს ან შეგიძლიათ აქედან აირჩიოთ, მაგრამ მე მაინც ეს მივჩემ. მიკოტო. აქვეა პერსონაჟი, ანიმე პერსონაჟი. კარგი. გადავიდეთ საშუალებას ბოლოს შემოვინახავ და გადავიდეთ account pictures-ზე. account picture-ში ხდება ასეთი რამ. შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები, შეიძლება რა აუცილებლად უნდა ატვირთოთ. ამისათვის უნდა დააჭიროთ browse, შემდეგ pictures, მაგ ისო გახსნილი. ყველას ურთავს pictures, მე თავიდანვე არ ვიცოდი ახლა როგორ უნდა გამეკეთებინა. და picture-ში ჩავყარე ფოტოები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ files და აქ არჩევთ desktop ან რაიმე და ასე შემდეგ. დააჭერთ მაგალითად აი ფოტოს choose image და აქ დაყენდება ის ფოტო. თუ არ მოგეწონათ ის ფოტო და მოგწონთ და დაყენებული გაქვთ რაიმე ფოტო წინა, ქვემოთ იქნება ასე გაყოლებული ფოტოები და დააჭერთ და აირჩევა ის, მაგრამ მე მაინც ეს მჩვენია და ეს იყოს. Start screen ბოლო, რომელიც ძალიან მომწონს. მე არჩეული მაქვს ასეთ ფერზე, ცის ფერზე და არჩეული მაქვს ეს. მაგრამ შეიძლება თქვენ გეყენოთ აი ასე. და შესრაგი. ამასაც ჩვეულებრივად ირჩევთ ფერს, მაგრამ მანამდე უწევთ ხმას, როგორც ხედავთ აქ წითელი. ფოტოს კი არა, ფერს. მაგალითად ყვითელი, ან მაგალითად მე ამას დავაყენებ. და აქ ირჩევთ შემდეგ აი ეს ფერიჯობია, აქ უფრო ნათელია ფერი. ფოტოებიც აირჩიეთ აქ ნებისმიერი, რომელიც მოგეწონებათ ეს თქვენ გემოვნებაზეა, ან შეგიძლიათ აირჩიოთ აი ეს. შავი არის ყველაფერი, ყვითელი ისინია, მაგრამ მე მაინც მივჩენია. აი შავზე, ასეთ ყვითელზე არ ჩულებია ეს. მე მივჩენია ეს. ესაა ძალიან მომწონს. ეს მე. სულ ეს არის, ბეტი არაფერი არ არის. აი ეს იყო და ეს. გავიწერეთ ჩვენი არხი, My Video-ზე, YouTube-ზე და ასე შემდეგ. კარგად